დღეს გადავწყვიტეთ ვისაუბროთ რაზე? უცნაურ საქმიანობებზე, პროფესიებზე, უცნაურ საქმეებზე, უცნაურ პროფესიებზე. ამა თუ იმ საქმიანობის მოკლედ სფეროზე. ხო, დღეს რაღაცა არაორდინალურ პროფესიებზე. ხო, იმიტომ რომ როგორც ჩანს. არა, ყველანაირი პროფესია უცნაურიც ისიც ხო, ყველაფერი რაღაც, რასაც მოვასწრებთ, რასაც ვიმუსაიფებთ, იმაზე ვილაპარაკებთ. აი, მაგალითად, სხვებზე რო არ დავიწყოთ. უცნაური არ არის, ახლა პირდაპირ, აი, მე მაგალითად 20 წელზე მეტია უკვე ამ ესე ვთქვათ სატელევიზიო სფეროში ვარ და ვარ მათემატიკოსი სინამდვილეში და რიგი ხო ხო სატელევიზიო საქმეში ვარ და ჩემი პროფესია არის მათემატიკოსობა რა ასტრონომი ვარ სპეციალობით დიპლომი ალესილი დიპლომი მაქვს ასტრონომის სპეციალობით რა თქმა უნდა პრაქტიკებიც მაქვს ჩატარებული სკოლაში ამაზე თუ მოგიყვებით მე შეიძლება საინტერესო მოგიყვეთ კიდეც შეიძლება აგერ ეს ბატონი ილო ნუ მე რა ეს არა ხარ პროფესიით აქ არ ზიხარ მე ვარ ფილოლოგი საერთოდ მე ასევე მე ხოიცა მე და შეიძლება ერთ სკოლაში ვასწავლიდე მათემატიკის მასწავლებელი აუ რა კაი სანახავი ხდებოდა მე მაგ სკოლაში ჩემს არ მოვიყვანდი რატო არა და ვაპირებთ მე და ისე იქნებოდა ხოლმე რომ ის ქართულის მასწავლებელი რა ჯიგარია და მათემატიკის ისე მაგ კუთხით მე სხვათა შორის თქვენზე მეტად უფრო გამიმართლა იმიტომ რომ შენ პროფესიით ხარ რაღაც ვარიანტი ჩემი პროფესიით ჩვენ აქ მეცნიერი ხალხი ვართ და შენ როგორ გაგიმართლა ეგრე ძალიან გამაგებია მეცნიერი არ ვარ გაიგე და ამ სფეროში ვარ თქვენ მეცნიერები ამ სფეროში ხარ და ასე რომ ერთ ქვაბში ვარ ამის თქმა არ მინდა რეჟისორიც ხარ ხო რეჟისორი არ ვარ მსახიობი ვარ ტელეწამყვანით ნუ მსახიობასთან იმასთან არის კავშირი და მაგას თავი რო დავანებოთ ხო მსახიობი ვარ ჩემი პროფესია თავისთავად მოიცავს ბევრი ადამიანის გაერთიანება ბევრი პროფესია აი ყველაფერი ყოფილ ვარ რა კაცის ხო ყოფილ ვარ ქალის ყოფილ ვარ ბავშვის ყოფილ ვარ მეფეს ყოფილ ვარ მასხარას ყოფილ ვარ და მეცაც გეტყვი ყოფილ ვარ ეგ როგორ უკაცრავად რა ბოდი ეგ როგორ და ფილმში თამაშობდი ერთში მთელი არია მქონდა დაწერილი სადაც ვიყავდი ამაზე მეტი რა უნდა ქნას სახიობა რომ თავის თავი გაგაცნოს არა ძალიან მაგარია რა გინდა შეუდარებელია ვამბობდი კაცო ესე კარგად მეფეც ესე კარგად ითამაშე როგორც ეს არა შინაგანად რა ერთ-ერთი ძალიან მაგარი ხდა ნესუნდორმა რო თავდა ვინაც ხوارდა ძალიან კაი მომავალში გავამეჯობესებ მაგ შედეგს ეხა არ არსებობს რო უცნაურ პროფესიებზე როცა ვსაუბრობთ არ გაახსენდეთ ადამიანებს რა ჩინეთში ყველამ ვიცით ხო რომ არსებობენ მიმწოლები მეტროში არა ვიღაცამ არის ხალხის არის ის კაი მოდი ვინც არის ის ვნახოთ თუ შეიძლება თუ შეიძლება ვიდეო ვნახოთ აი ესეთი ამბავი რა გინა მაგარია ამ პროფესიას აი ეგეთი პროფესია არსებობს გაბრაზდა ბოლო არა ნიშნავს დაიკეტა ამის დედაც მე მომწონს და რა არის იცი რომ აი რამე ალეგორია ქართული ვარიანტი ქართულ ვარიანტს გეტყვი ხა რომ გადმოვიტანოთ რა გამოდის ხო რომ გადმოვიტანოთ ჩვენთან არიან საპირისპირო ტიპები აბსოლუტურად რა ანუ აი მაგალითისთვის ახლა მეტროში რო შედიხარ ხო არიან იქ ხო ტიპები და ტენიან და ჩვენ ყავს კარის დამჭერები კი კარი ყველას გახსოვთ კარს რო ერთხელ ვინც უმგზავრია მეტროში პროფესია არის ჯიგრობა რეალურად იმიტომ რომ პროფესიას ქვია ჯიგრობა იმიტომ რომ უნდა დაიჭირო თან კარი გიათვა არ იზრდება მატარებელი იქიდან თან უყვირიან გესმის რომ იქიდან რა რაღაც დაიკეტე გაუში კაცხელი უყვირენ და მაიცა კაცი მოდის ბიჭო რა უნდა გაუშვა და აი ეგენი ყავს ჩვენ ანუ ესეც ხო ბევრ ამაზე მეტყველებს რომ ჩინეთში ხალხს ტენიან და კარის დამკეტავები არიან და ჩვენთან არის ამკავებელი დამკავებლები და კარის გამღებები და ზოგადად ჯიგრები იკეტება შემდეგისატრული ღრმაღელე კარები იკეტება თქო და არის კიდევ საქმიანობები პროფესიები რაღაც საქმიანობები მოკლედ რომელიც დროსთან მიმართებაში იცვლება შეიძლება რაღაც პროფესიები რაღაც დროს პრესტიჟი აი როგორც ისედაც აიღე ჩაბარების დროს არის პერიოდი როდესაც სამედიცინოზეა ბუმი მერე ყველა გახდება უცებ იურისტი მერე გავხდებით ყველა საერთაშორისო მე რაღაცა ხო არის ხოლმე რა და მოკლედ აიფონებით პროფესიები. ხო, და ანუ დროსთან მიმართებაში რაღაცები სულ იცვლება და ეხლა ეს საქმიანობა რომელიც მე მინდა გითხრათ, გროვერი, პირდაპირ, გროვერი, გამზრდელი, სცენარის, ბალახის, მარიხუანას მომყვანი, მათრობელა ბა. ხო, რომელიც ჩვენთან ისჯება კანონით ადამიანებო, ეს ხუმრობა არ არის. თქვენ თუ დააპირებთ გაზარდოთ მარიხუანა, გაგაქანებენ და ბევრი წლის ციხეში ჩაქსვამენ. რატომ ჩაქსვამენ ეჟერ არ ვიცით, მაგრამ თავი არ ჩაქსვამენ. ეხლა უყურე, დრო იყო, როდესაც ამ საქმიანობას აბსოლუტურად სხვანაირად უყურებდნენ.
როგორ? აფასებდნენ. ანუ წარმოიდგინე, ეხლა გიჭერენ, აგეს სულ რაღაც რამდენიმე 10 წლეულის წინ, მთლიანად მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირიქით ორდენსაც კი გაზრდებდნენ. ნახოთ თუ შეიძლება ჩვენ ორდენი, ეს ორდენი გვაჩვენენ? აჰა. შეიძლება გაგიკვირდათ, მაგრამ არსებობს ეგეთი ორდენი იყო ძმაო საბჭოთა კავშირის დროს, გადაეცემოდა იმას, ვინც გაზრდიდა ყველაზე ბევრ და კარგ მარიხუანას. ღიღინში ზდიდნენ ამ მარიხუანას. ეხლა ეს ორდენი შეიცვალა ციხის ნომრით. ციხის ნომრით. და ისე კაი იქნება, ესე ორდენს ვისურვებდი დიდი სიამოვნებით. აი, წარმოიდგინე მაგათი ისიც იქნება ალბათ, ხო? რახან ეგეთი ორდენი, ეგეთი კაი რაღაცები ეციათ, მაგათი აღლუმიც. და წარმოიდგინე აღლუმზე რომ დადიხარ, ბევრი რო გაგაზრდილი და აეკ რო ბევრი რაღაცები გიკეთე, რაღაცის აღნიშნელი 20 წლის უკვე ვეტერანი. 20 წელია შეულებრივ გროველი გამზდები. ჩვენიერი არის რა, უნდა იყოს ორდენები, აბა ეგრე მოსაწყენია ეს ხოლმე. რამე ახალი პროფესიები ხო არ გაახსენდებათ, რაც ეხლა ხანს შეიქმნა. მე მახსენდება და გეტყვით. აბა. აი კორონამ მაგალითად დაბადა, ასე ვთქვათ. მე ვიცი რომ გააქრო ბევრი პროფესია, აღგავა პირისაგან. კორონამ გააქრო ვიღაცების საქმე და რა დაბადა? რაღაცები დაბადა, ნუ რაღაცა. მარტო საქმე. ეს არის თერმოსკრინერი. ანუ სიცხის გამზომი, რა? პროფესიონალი მესიცხი. სიცხოლოგი. ლიცენზირებული, თან უკვე ისე დამუღამებული აქვს, რომ აი ტიუ რო შედიხარ ტიუ ეგრე იარაღივით. აი რო გადიხარ გადატარებით, აი ხო გაივლე. გადაგატარებ. ესე გადაზომავს ყველა სიცხეს და ცოტა ხანში უკვე ისე გაიზრდება მაგათი ისე პროფესიონალიზმი, რომ აღარც დაჭირდება თერმოსკრინი. შეგხედავ და პირდაპირ მოდიდე და აუ მე მომწონსე. არა დედიკე. იცი რა არის რა ქვია, მე უბრალოდ არ მიყვარს აი თერმოსკრინერებზე თქვი, ზოგს მე მგონი თავისი რაღაცა ფანტაზიები აქვს და ხანახან ცოტა მაშინებენ ხოლმე. შევდივარ, ვიღაცები არიან, რომლებიც ASM ზომავენ ხოლმე. აუ რა მაგარი სადღაც გული რა მაგარი. მაშინ აი ეს რა არის, შედიხარ და ერთი წამი. ყველას თავის ფანტაზიები აქვს, ეთქობა, ყველა არ შემდგარი კრიმინალით ის გახდა თერმოსკრინერი თუ რაღაცა და რეპეტაცია როგორ ვარჯიშობს და ხო, ესე წამოიდგინე სარკისთან დგას და ბიჭო სიცხე არ გაგიზომო, ეხა არ მომდგენია იქ. გადაგიზომავ სიცხეს ბიჭო ყველა. და შენ რო კანკალებ, ეს დადებული რო აქვს შუბზე და კანკალებ რა. რას ფიქრობ? 36 და 20 არა, 36 და 6 არა, 37 ნახევარი შე და ეგრევე უკან გაგ. იცი რა არის ისე მოსაწყენია, რამდენი ხანი უნდა იყვნენ ამ პატარა იმებით. რაღაცა ცოტა დიდიც რო უყიდონ. აი ხელს რო შეხვიდე და აი ეს რო აქ დაიდოს და რო გაგზომოს, წარმოიდგინე, ეგეც კარგი რამეა. შემოსვლების ნაკადი. მუხავით თერმო. ჩვენიერი აზრია, დააგროვებ ერთი 100 კაცს შემოსვლებს და 100-ვეს, აი ეს დიდ გადაასკრინო და მე აბა. აი ეგეც რა გინდა. ხო, ეგ ეხლა რაც შეეხება ახლად შექმნილ პროფესიებს, მაგრამ არის უამრავი პროფესია, რომელიც გადაშენების პირას არის და ეს შეფის განსაკუთრებით მტკივნეული თემა არის ახლა, ხო? ჩვენ ვართ უკვე ის თაობის ადამიანები, რომლებმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე იყო პროფესიები, დღეს სადღაა. სამწუხაროდ შევედით მაგას საკში. ჩვენ კი ქვია თავარი, ჩვენ კი ვატყუებთ ხალხს, რომ თავარი ბიჭები ვარ და არა თავარი ხანში შესული ადამიანები. მაგრამ ჭუნამ გითხრა ეგ ისე ვეტერანი ახალგაზრდები. ვეტერანი ბიჭები. მაგრამ თქვენ ხო კარგად გახსოვთ ესეთი პროფესია ინკასატორი? დენის კაცი. დენის კაცი როგორ? კაცი კიდე დარჩა. დენის კაცი ჯერ კიდე შემორჩენილია ხო? კი, იმიტომ რომ დენის კაცი როგორ ეცე რომ ნახო, უნდა გაიკითხო და მიხვიდე სადღაც, რომ ცოცხლად დენის კაცი ვისაც ნანახი აქვს. მართალი ხარ ეს? დენის კაცი აღარ არიან საერთოდ. საერთოდ აღარ არიან და მე მახსოვს რომ უბანში რომ დენის კაცი რომანტიკა ქონდა ხო? აბა რა, როგორც ამერიკაში ხო პოლიცია რომ მოდის ხომ მტრედებს რო აფრენენ რა. დაახლოებით ჩვენთან ეგეთი სიტუაცია ხო მარტო პოლიცია რომ მოდის ამერიკაში რაღაც ბნები არის, სადაც მტრედები ხოთ მორჯულებული და გააფრენენ მტრედებს, ამით ყველა იგებს რომ მოდი გამიგე და ისინი გროვერები შე რომ მოყევი გაიგე ლამაზად გადაწევი და შეინახავ ყველაფერს და აქ ჩვენთან რომ მოდიოდა დენის კაცი მტრედები არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატარა ბავშვები მოდიოდნენ ხოლმე და ყვიროდნენ დენის კაცი მოდის დენის კაცი და ყველამ საყვარდებოდა ბავშვებს სასმელი ეშინოდა დაიძინე ხა თორე დენის კაცი მოვა და დაგაჯარინა ხო დენის კაცს თავისი რიტუალები ქონდა სახში შენებურად ხდებოდი კაცო დენის კაცი იქ ქონდა ნაჩალიჩარი ან ფირს მრისხელში გაჭხირავდი ან მაგნიტი გაჭხირავდი დევსების ყველას ქონდა ეგ პროფესია ეგრევე ყველას ქონდა შეთანხმება მაგარი რომანტიკა ქონდა უბანში რომ ხმა გავარდებოდა რომ დენის კაცი მოდის და აბა ზოგი სახში იკეტებოდა ფარდებს აფარებდა ვითომ არ ახარ ზოგი მაგნიტებს აშორებდა გაზის კაცზეც იყო ხოლმე ეგრე
და იქიდან თან რო გეუბნებოდნენ ხოლმე რომ დიდი რომანტიკა იყო, მაგის დაკარგვა არ შეიძლება. სახლში ხარ, ვიცი. კაკუ. გააღე, კარი, ვიცი რომ სახლში ხარ. ეგ გადაშენებული პროფესიები და არის კიდე რომელიც არა, თვად გადაშენებული, პირას დგას, პირას. არის კიდე პროფესიები რომელიც არასდროს არ გაქრება, მე ეგრე მგონია. ეს არის ეგრეთ წოდებული სტაიანშიკი. აი, რაც არ უნდა დრო გავიდეს ეხლა. აი, სულ აი ხა ხო არის მანქანა ჰორიზონტალური. მოდი, აი ეგ არის. აი დაუშვათ რომ ფრენაც რო დაიწყოს მანქანებმა, არ შეიცვლება. იქნება ვერტიკალური მიმართ. ჩამო, ეგ არის. რა მაინტერესებს, აი, ეგეთი ოფიციალური სამსახური არ არსებობს, არაფერს არ არა, ოფიციალურად არ არსებობს. აი, ჩემ ფულს ვიხდით და რატო? რატო იხდი ფულს არიცი ეგ? არა. ფულს რატო იხდი, მეგობრებო, შეიძლება თქვენც არიცით რატო იხდით? რატო იხდი ფულს და უყურე ძმაო, შეიძლება შენ პარკინგის ფული გადახდილი გაქვს. პარკინგის ფულს იხდი იმაში, რომ იქ იდგე. ელექტრონულად. კი ბატონო, და ეს ადამიანი რომ გეძახის, მოდი, ფულს უხდი იმაში, რომ აი მოდი, არ კონდეს გაგზელება. წადი, შენი დედაც. აი მაგაში იხდი ფულს. არაფერში არ იხდი. თორე მე ძახშირა 50 თეთრი კირის გიჯდება რა. რო არ წამოგაციონ კეფაში, დგომის დედი იქვია მაგას. დგომის საფასური ხო არის დგომის საფასური და დგომის დედი ეგრე გამოდი. ბიჭო, ეგრე უწევს და რა ვიცი, ძმებო. ეგრეა, რა ვიცი, რა გითხრათ. ხო რა, ეგრე უწევს. შეიძლება გამეცნია, მაგრამ მართლა არა და ბიჭო, მაგათი მოდი, რამდენჯერ დამთავრებულა, აი როგორ ისი, აი გულს მე თვითონ მომსვლია. მოდი და ფახ მიმირწია, რა ამიქენი, არაფერი არა, ძმაო, გადი. შო, აი არანაირი მნიშვნელობა. არაფერი არ ეთქობა, მიდი ჯიგარო. აგინე არის. კარგად საკმარისად ვისაუბრეთ, მე მგონი, მაგრამ ერთი არ ვერ დავტოვებ რა. ეს სამსახური. კი ბატონო. სამსახურია კონკრეტული ოფიციალური სამსახური, რასაც ყველამ ვიცით, ხო? მერიის ზედამხედველობის სამსახური. შეიძლება რა არის ახლა უცნაური ვიღაცები, შეიძლება ადამიანები გვადევნებენ თვალყურს ამ სამსახურიდან. და აინტერესებთ უცნაური, ახლა ჩემთვის უცნაური რა არის? მერიის ზედამხედველობის სამსახურის არის თურმე ეს მანქანები რო დადიან, რო ციმციმებენ და თბილისის ლოგო აფშენ. ანუ ეს მანქანები ისთვის დადიან, ზედამხედველობენ, რამე ხო არ არის გადათხრილი, რამე ხო არ არის ზედმეტად მიშენებული, რამე ხო არ არის ქუჩაში დარღვეული ან ქალაქის და პირნათლად ასრულებენ თავის მოვალეობას. რომელ ქუჩაზე უნდა გაიარო, რომ პირნათლად შეასრულო ეგ მოვალეობა? აი ქალაქში რომელ ქუჩაზე უნდა გაიარო თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა, რომ იქ საზედამხედველო საშენიშნო ვერაფერი ვერ ნახოდა. მეგობრებო, თუ დადიხართ კარგი სიარულით იარეთ, მეგობრობა და პატივისცემა პრობლემა არ არის, მაგრამ ეს სირენები მაინც ისინი ჩააქრეთ, მეგალკები გვაშინეთ, ზოგჯერ პატრული მგონი ხარ და გვეშინიან. ისე იარეთ, მაინც არაფერს აკეთებთ და იმ პატრულის გვეშინეთ. და ისე ინეთ, გამოით გადახედეთ იმას, აი, როგორ არ აკეთებენ ზედამხედველობა მიმდინარე. მაგით кайფობ რომ პატრული გონი და გეშინია. ვერდით მეწყვილე ხო უზის და აი ნახე რა მოაჩენა ამის გოიმენ დააგზელა. ალბათ, აბა რა ვიცი. თუ გონიათ რომ ზედმეტი მოგვივიდა ხუმრობა, დაგვიკავშირდით და ფოტო-ვიდეო მასალას მოგაწოდებთ, ეგეც არ არის პრობლემა ჩავლილებზე. ასე რომ მეგობრებო და დავარი ბიჭების არქივში ყველაფერი ინახება. ხო, რა ვქნათ, არის ეს პროფესია, ეს საქმიანობა მეუცნაურება ძალიან რა. კარგი, ბიჭო, ჩვენ პირველ ნაწილს მორჩით. ჩვენ პირველი ნაწილის ნაწილს მორჩით. ბოლო ნაწილიც გახსოვთ, ამოვიღოთ ტელეფონი. ზარი ახლო, დავრეკოთ ზარი ადამიანთან. მოგეთ მეგობრებო, ჩვენი ტელეფონი ადგილზეა და დღეს გვაქვს ესეთი ზარი. პროფესიებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ დაურეკოთ ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს. დაურეკოთ დათო ლიკლიკაძეს, ჩვენს ძმას და მეგობარს ურეკავთ, უცნაური ამბით, რომ ერთ-ერთ ინტერნეტ მოკლედ გადაცემას, ახალი ინტერნეტ გადაცემა დაიწყო, სადაც ცნობილი ადამიანებს სხვადასხვა პროფესიებს უთავსებენ რა. და მოკლედ რაც ადრე კი ბევრგან გვინახავს, ხო? ინტერნეტ გადაცემა სარკის ანარეკლი. რაღაცა დავარქოთ, კი ბატონო. სახელი მოსაფიქრებელი. სახელი მოვიფიქროთ პირდაპირ, რა ვიცი, რა იმენ რა. შენი ალტერ ეგო. ალტერ ეგო. რამე ისე რომ ჟღერდეს, რომ უარი ვერ თქვა. შენი ალტერ ეგო. უარს ვერ ეუბნები რა, რომ როგორ ვთქვა. კაი, ოკეი, დავით ურეკავთ ახლა. ვაიც. ქუთაისის კოდი რა არის? ხო იყო ადრე ეგრე კოდი. 344. ხო, ახლაც არის, კაცო, თუ ქალაქის ნომერი. 344 და ეგრევე ნიკიაზე ხვდები. ალო. დიახ. გამარჯობა, დავით, თუ დროს ხომ არ გირეკავთ? რომელი ხარ? მე გირეკავთ ახალი ინტერნეტ გადაცემიდან, რომელიც სულ მალე ეთერში უნდა გავიდეს, სადაც რამდენიმე თქვენი მეგობარი ჩაწერილი ყავს და ძალიან გვინდა რომ თქვენს იყოთ ჩვენი სტუმარი. ისა, ერთ 20 წუთში თუ შეგიძლია საჭესთან ვარ. ხო. საჭესთან ვარ, თუ ასე საჩქარო არ არის, 20 წუთში რო ვისაუბრო. ბოდის გიხდით, მაშინ დაგირეკავთ 15 წუთში.
ავით პირველად მოხდა ჩვენი შოუს ისტორიაში რომ 20 წუთი ვიჯექით და ველოდებოდით ადამიანს ვიდრე მართვას ავტომობილის მართვას დაასრულებდა. ახლა ისევ გირეკავთ. აბა დაასრულეთ ავტომობილის მართვა. აბა აი აქ არის. ეგ ნომერია რასაც? კი. კი. აი რა ერქოს გადაცემა. გადაცემა. ისე გადაცემა. გადაცემა. ალო ძალიან დიდი ბოდიში აი წეღან ვერ მოვიწმინეთ უთმენლობისგან და მოკლედ ისე გთხოვეთ რომ როგორმე იქნებ დაგლაპარაკებოდით და ხომ არ გაქვთ ეხლა დრო რომ გაგესაუბროთ ზუსტად 2 წუთში დამირეკეთ იყოს 2 წუთში დაგირეკავთ დავით ძალიან დიდი მადლობა 2 წუთში გადმოგირეკავთ კარგი კარგი კოლეთ ვართ კავშირზე? ალო ბატონო დავით ისევ ჩვენ გაწუხებთ კი ბატონო რა არის ამნაირი მოკლედ მანქანისტარება რო არ მარცხალებ ხომ მშვიდობა ბოდის გიხდით ბატონო დავით სიმართლე თუ გაინტერესებთ და მეგობრულ პასუხს გაგცემთ თქვენ ხართ ამნაირი და ამიტომ ვართ ასე მონდომებულები რამნაირი მანქანისტარება გამორჩეული და ძალიან საინტერესო ბატონო დავით და სწორედ ამიტომ გირეკავთ კი ბატონო აბა რა შემიძლია ჩვენ ესე იგი დავიწყეთ ძალიან საინტერესო ინტერნეტ გადაცემას ქვია მისი ალტერ ეგო აი ესეთი გადაცემა მოვიფიქრეთ მისი ალტერ ეგო თუ გნებავთ წარმოდგენისთვის გეტყვით რომ ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე ადამიანი რამდენიმე ცნობილი სახე გადავიღეთ უკვე ყავდა ტელეწამყვანები ყავდა ასევე მსახიობი ყავდა ვანიკო მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი ესეთი რომელიც მზარეულის როლი მოვარგეთ და ნუ მოკლედ იქ რაღაც მოხდა ინციდენტი მოკლედ ეხლა მთავარი რაზე გირეკავთ ვანიკო თარხნიშვილის შემთხვევით არ გიხსენეთ ჩვენ როდესაც ვანიკო თარხნიშვილს ვიღებდით მზარეულის როლში აი ის ილეთი რომ არის როდესაც ტაფით ბლინს ესეთ ორსხობილას ატრიალებენ. ამის ატრიალების დროს მოგვივიდა ინციდენტი, არც ერთი ეს სტუმარი ჯერ ეთერში ჩვენ არ გაგვიშვია, გვინდა რომ 5-6 სტუმარი როდესაც დავაგროვებთ, შემდეგ გავიდეთ პირდაპირ ეთერში და ვანიკო თარხნიშვილის ამ ტაფაზე ამ შესრულების დროს ამ რაღაც ესეთი ერთგვარი ტრიკის, აი ეს ბლინჩიკის ამოტრიალების, წაეკიდა ცეცხლით თმაზე და დაზიანდა რა თვითონ ვანიკო, ნუ ესეთი ინციდენტი მოგვივიდა, მაგრამ პრობლემა არ არის, პრობლემა არის ის რომ დასასრული არა გვაქვს მხოლოდ და იქამდე ალბათ ну არ ვიცი თქვენთვისაც ბევრს ექნება ნათქვამი ჩვენმა რეჟისორმაც ну პირველი ეს თქვა და ისედაც თქვენ დაგასახელად რომ ალბათ ბევრი გეტყოდათ რომ თქვენ ძალიან გავხართ ვანიკოს თარხნიშვილს და ვანიკოს თარხნიშვილს გავარ ну კი მე პირველად მესმის ის ვერ ჩემთავს ვადარებ და არც არავის უთქვია ჩემთვის როგორ ქუთაისში არავის არ უთქვამს თქვენთვის რომ ვანიკო თარხნიშვილს ძალიან გავხართ ძალიან ხშირად ეშლებათ თვითავად ვანიკო თარხნიშვილს ხშირად ქუჩაში ეუბნებიან რომ დათო ლიკლიკაძე და მასთან მიდიან და რა ვიცი გვეგონა რომ თქვენთანაც ესე იყო არა ვანიკო თარხნიშვილს ნამდვილად არ გავარ ის არა ქვია ჩვენ შეგვიძლია დაგამსგავსოთ და აი იქაც რო პატივი გქცეთ რომ ბოლო ნაწილი აი სადაც ვანიკო იწובה უკვე ის რომ მოამოუჭრათ და ის ნაწილი რო თქვენ იყოთ და თქვენით დავასრულოთ თქვენ ხوار მეკაიფებით ბოდიში რა ამ სიტყვაზე დავით კი არ გეკაიფებით ჩვენ შენი მეგობრები ვარ და შენ აქეთ გვეკაიფები მე მგონი მოკითხა მეგობრებისგან თავარი ბიჭებიდან გირეკავთ დავით ჩვენო მეგობარო ნიკოლოზი ვანიკო და ილოაგა დავით მაგრად გვიყვარხარ გვინდოდა რომ დაგვეპატიჟე სტუმრად და გადავწყვეტეთ ესეთი ორიგინალური მეთოდით მოგვეწვია ჩვენთან სტუმრად დაკავებული რომ ხართ და სულ გადარბენაზე რომ ხართ ძვირფასოეს ვიცით ასე რომ ნებისმიერ ორშაბათს როდესაც შენ მოისლი უნდა გვესტუმრო ვაიმე თქვენ გენაცვალეთ როგორ მიყვარხართ თუ ყველა მოგიკითხავთ ქუთაისში ჩვენო მეგობარო და გელოდებით ჩვენთან თავარ ბიჭებს დიდი მადლობა რომ ჩვენთვის მოიცალე მეგობრობა სიყვარული და პატივისცემა და ბევრი წარმატება შენ მადლობა ჩვენ ძალიან ვიხალისეთ ძმაო ძალიან დიდი მადლობა არა ნუ საოცარი კაცია და რითი უნდა შევიყურო ეს სოფიანი ძაღლები არის რამე სპეციალური